დღეს კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდა. კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ელექტროგადაცემი ხაზების უმეტესობა ტყიან მასივებში გადის და შესაბამისად ქარის შედეგად აღნიშნული პრობლემები იქმნება. დედოფლის წყარო, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი, ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს ამჟამად ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ბექა ბარაბინძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და 2-3 საათში ხარვეზები გამოსწორდება. მისივე განცხადებით იმისათვის, რომ უამინდობა მომავალში პრობლემები არ შექმნას, ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება. ჩვენ მუდმივად გეგმავთ იმისა, რომ ქსელის რეაბილიტაცია ისე განვახორციელოთ, რომ კლიმატურ პირობებზე არ ვიყოთ დამოკიდებული და მაქსიმალურად უფრო მდგრადი სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იქნება თამდევი პროცესი იმისა, რასაც კომპანია გეგმის მიხედვით განახორციელებს რეაბილიტაციის კუთხით. და ეს ცხადია, რომ უცბად არ მოხდება, მაგრამ ამაზე მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია გვაქვს გაკეთებული, რათა საიმედოობა ელექტრომომარაგების მოსახლეობისთვის იყოს მაქსიმალურად დაცული.